გოგოებო, მინდა რომ სკოლაში ერთი და იმავე რაღაცით მივიდეთ. ნახეთ რაღაცეებ მოვიფიქრე. პირველი ვარიანტია ზედა ქვედა ბოლოსთან, მეორე ზედა მოტკეცილ შარვალთან და კაბა, რომელი მოგწონთ? მადლობა პიცა. მე ქვედა ბოლო მომწონს. მე შორტებზე ვფიქრობდი, უფრო კომფორტულად ვიქნებით. მე კაბა მინდა რომ ჩავიცვა. გაიგეთ, ბანი იმაზე საუბრობს თუ რას ჩაიცმევენ სკოლაში. გოგოებო, ჩვენც ხმამაღლა უნდა განვიხილოთ. ხო, ჩვენი ტანსაცმელი ყველაზე მაგარი იქნება სკოლაში. ხო, ქვედა ბოლო და თეთრი ზედა ძალიან მაგარია. მე არ მინდა თეთრი ზედა, ტექსტიანი ზედა მირჩევნია. იქნებ რაღაც სხვა სპორტულად ჩავიცვათ? ეს ბანი მარტო ტანსაცმელებზე საუბრობს. ბაყაყებიც მათგან შორს არ არიან. გოგოებო, ამას შეხედეთ. გოგოებო, გამარჯობა, რაზე ლაპარაკობთ? არაფერზე, სკოლაში ტანსაცმელზე, რომელი იდეა უფრო მოგწონს? ზედა და ქვედა ბოლო, ზედა და შარვალი თუ კაბა? იცი რას გეტყვი მეგობარო? შენი ვერ იქნება, ის დიანასია. არ მადარდებს. მოიცადე და დიმა რაში მჭირდება, როცა ასეთი კალათბურთელი არსებობს? დიანა, შენ ყველაფერში ულამაზესი ხარ. მადლობა ტიმურ. ვოუ, მგონი ტიმურს ახლა ალექსამ ჩაუკრა თვალი. დიანა, მიდი და ადგილი მიუჩინე. ხო, დიანა, ტიმურ, ეს დაინახე? არა, მე მათ მხარეს არც უყურები. კარგი, წავალ და ვეტყვი რომ ჩემი შეყვარებულის მხარეს არც გამოიხედონ. გამარჯობათ ფეხბურთელებო, შეგიძლიათ შეწყვიტოთ მოშტერება და შენ რა ქვია? ალექსა. ხო და ალექსა, მომისმინე კიდევ ერთხელ თუ ჩაუკრავ ჩემს შეყვარებულს თვალს, მაგ თვალით ვეღარც დაინახავ. ვაუ, ჩხუბი. აუф, მართლა მოგსვა ადგილზე. არა, უნდა დავმარხო. ვაუ, რა ძლიერი ხარ. საყვარელო, ძალიან სასიამოვნოა, რომ ჩემ გამოჩხუბობ. ტიმურ, ხომ გითხარი ეგ არ დამიძახოთ ხო? მე ვარ დიანა. გოგოებო, მონსტრი მგონია თავი. დიანა, ყველაფერი კარგად არის, სულ კეთილი ვერ იქნები. ხო, და ახლა თუ არ იბრძოლებდი, მე უკვე გვიანი იქნებოდა. გამაგიჟებენ ეს ფეხბურთელები. მომისმინე დიანა, ჩემს მეგობართან თუ კიდევ მოხვალ, ჩვენ დავეხმარებით. ვაუ, ბრავო! ვერ გავიგე, რა გიხარიათ? ჩვენ ბანის ერთი მოწინააღმდეგეები ვართ, მაგრამ ამ ფეხბურთელების საქციელი ვერ გავიგე, კარგია თუ ცუდი. ბავშვებო, შემოთავაზება მაქვს, მოსაწყენია ტენისის თამაში, თოკზე ხტუნვა, იქნებ რამე ჩემი წესებით გავაკეთოთ. აუ, დამღალა გონებრივმა სავარჯიშოებმა. ხო, გეთანხმები. ჯიჯი, იქნებ ჩემი წესებით ვითამაშოთ რამე. მეგობრებო, არ გინდათ რამე თამაში ვითამაშოთ, მაგალითად დამალობანა. კარგი, რატომ? დამალობანა მოსაწყენია, უფრო რთული გავაკეთოთ რამე. ჯიჯი, მეტი გითხარი. მე ყველაფერს გავაკეთებ ნებისმიერ დავალებისთვის, გითხარი. კარგი, აი თამაში, ახლა მოგცემთ მინიშნებებს და მოძებნით დამარხულ iPhone-ს, ვინც პირველი იპოვის, ის დაიტოვებს. ესე იგი ლუზერებო, მითხარით ვინ მოიპარა ჩემი ტელეფონი. ესე იგი ჯიჯი მოიპარა ლეილას ტელეფონი და უნდა რომ მოვძებნოთ. ჩუმად იყავ, შეგვიძლია ჩვენი ბოლო პირველებმა დავიღოთ. ლეილა, სიმართლე რო გითხრა, შენ ტელეფონს არ შევხები ვარ. შეიძლება დაკარგი. იქნებ ვიღაცა მოიპარა. მოგლეს მეგობრებო, ყველაფერი გასაგებია. ამ დავალების მონაწილე არ ვიქნები. შარი არ მინდა. ჯიჯი, რა ჯიჯი? თქვენი ტელეფონი მე არ ამიღია და სხვადასხვა აქ ფეხბურთელები და ბაყაყებიც არიან. წადი და კითხეთ, ჯიჯი დაბალიღობ ნახეთ? კარგი ლეილა, ლუზერებს არ აუღია ჩემი ტელეფონი. კარგი იანა, ცუდად გრძნობ თავს ახლა. წამოდი, უნდა გავარკვიოთ. ჯიჯი, ტელეფონი შენ მოიპარე? ხო, ტომას, იმიტომ რომ ძალიან ცუდად მეკცეოდა. აბა გინდათ თამაში? კი. ხო. გოგოებო, ამას ხედავთ? რა უზრდელია? ნიშანს ვერ ხედავს? დიანა, ახლა ვიმივხედავ. არა, ტიმურ, საჭირო არ არის, ჩვენ გავუმკლავდებით. გამარჯობა, დიმა, არ მესმის, ვინ მოგცა იმის უფლება, რომ ჩემი მანქანა გადაგეყენებინა. ვერ ხედავ აქ ნიშანს, პრინცესების პარკინგი. და თქვენ წინ რომ პრინცი დგას ვერ ხედავთ? მომისმინე პრინცო. ტიმურ, საჭირო არ არის, თქო, მე გავაკეთებ. დიმა, მომისმინე, ჩემი მანქანა ყოველთვის აქ დგას. ხო, ჩვენ დავკიდეთ ეს პოსტერი. ჩვენ არა, ბიჭებმა. ჩვენ ბიჭების ხელით. დიანა, ცოტა ხნით მაინც მომეცი უფლება. ახლა ჩემი პრინცესა მოვა და მინდა რომ თავი მოვაწონო. მართლა, პრინცესა? თავი ვინ გგონია? და შენი პრინცესა ვინ არის? მისი პრინცესა მე. კარგი, დიმასად მივდივართ. სადაც შენ გინდა იქ? ხედავ მანქანა სად მაქვს დაყენებული? პრინცესების პარკინგი. ხო, შენ ჩემი პრინცესა ხარ. მომისმინე ლორენ, შენ პრინცესა არ ხარ. აიღე შენი ჩაფხუტი და გაიქეცი აქედან. ნერვებს მიშლიან უკვე, აღარ შემიძლია, მაბრაზებენ. ზედმეტები მოსდით. ხო, ჯერ თვალების ჩაკვრა, მერე ჩვენს ადგილას გაჩერება.
გოგოებო, უბრალოდ მითხარით და ვაჩვენებ ამ პრინცს, მის პრინცესას და მის წითელ ბაყს. აქ ტიმური ვინ არის? კარგი ტიმურ, გაჩერდი, ახლა წავლენ ისედაც. დიმა მომისმინე კიდევ ერთხელ აქ დააყენებ მანქანას და კარგი, მაშინ ბოლო ასოებს მოვაშორებ და პრინცის პარკინგი გახდება. არასდროს არ მომწონდა ეს დიმა. შენი ყოფილია კოცნიდი კიდეც. არ დაგავიწყდეს. კნოპა დაივიწყე, მანქანა გვინდა. გოგოებო, აქაურობას მე მიხედავ. ჩვენს ადგილას არავინ გააჩერებს. ხო, პრინცესების ადგილას. ყველაფერი ზედმეტია, მაიკ, ძალიან დაკავებული ვარ, სკოლა მალე დაიწყება. კარგი, მოდი უბრალოდ სიას გავყვეთ. ახალი ტანსაცმელი უნდა ვიყიდო ბანის. აქვთ ისედაც სპორტული კოსტუმები. ეგ შეჯიბრებებისთვის სავარჯიშოდ სხვა უნდათ. კარგი, აბა შევხედოთ სპორტულ ინვენტარს. მასწავლებელო მაიკ, რა თქმა უნდა მესმის, რომ ახლა ძალიან დაკავებული ხართ მწვრთნელეებისთან ერთად, მაგრამ ქურდები ყავს. ჩემი ახალი iPhone-ი მოიპარეს. ვიცი რომ აღარ გადარდებთ, მაგრამ გოგოებო, იქნებ თქვენი ახალი iPhone-ი თქვენთან ახლოს იყოს. ხო გითხარით, ყველა ჯურად ღირებული ნივთი კარადაში უნდა გქონდეთ შენახული. მასწავლებელო მაიკ, ტელეფონი არის დასარეკად და არა შესანახად. მასწავლებელო მაიკ, გუშინ ვიყიდე ტელეფონი და დღეს აღარ მაქვს. თუ არ მოძებნით, ჩემ მშობლებს დავურეკავ და აუცილებლად მოვუყვები ყველაფერს, საერთოდ. გოგოებო, არ მესმის, შეგიძლიათ ერთი წუთით მაინც დატოვოთ მასწავლებელი მაიკი მარტო? ები, დაწნარდი, მე წავალ და მოვძებნი. არა, მაიკ, გოგოებმა დაკარგეს მათ მოძებნონ. მწვრთნელოები ყველანაირი პატივისცემის მიუხედავად აღარ შემიძლია დამღალეთ. ლეილა, რა, მართლაც არ ვამბობ, როდესაც ზომბების სახლში ცხოვრობდით, ყველაფერი იდეალურად იყო ამ სახლში. ხო, მასწავლებელი მაიკი, იანა და ლეილა და ყველაფერი კარგად იყო და ახლა რა ხდება? გოგოებო, მწვრთნელების და მასწავლებელ მაიკს ურთიერთობა აქვთ. წადით და ბალიშების ქვეშ მოძებნეთ. ხო, შეიძლება ვიღაცა მატრასის ქვემოთ აგიდოთ. წადით და მოძებნეთ. მატრასის ქვეშ არა, მასწავლებელო მაიკ. იცით რა, ჩვენ აღარ გადარდებთ, ხომ სკოლა დაიწყება და დამხმარე ლეილა აღარ გიყოლებათ. წავედით. იანა, წავედით. ორი დრამა. ები, საკმარისია, თინეიჯერები არიან. თინეიჯერები დიდები არიან, რომლემაც ტელეფონი დაკარგეს და წუწუნებენ. კარგი, მე წავალ ტელეფონის მოძებნაში და ვეხმარები. ხო, წადი და მოძებნე ტელეფონი და მე ამას ჩემით გავუმკლავდები. იცი რა, მაიკ, ზედმეტად კეთილი ხარ. თინეიჯერებთან ასე არ გამოვა. ები, ისე ყოველ წამს ყოლილი არ შეიძლება. კარგი ხასიათი გამიფუჭდა, მადლობა, მაიკ. მოძებნეთ. ჯიჯი, კიდევ რამდენ ხანს? 3 მინიშნებაც და ვიღაცა იპოვის, მართლა, მიდით მოძებნეთ, კარგად. გოგოებო, ეს მესამე ლიმონათია, არ გასკდეთ, არ გავსკდებით. რამე გემრიელი არ გაქვთ ფრთები მაგალითად. კი, ფრთებსახლავე გაგიკეთებთ. ნახე, კალთბურთელები წამოო დარბაზში და ფრთები გასაგებია. პიცაის გემრიელი სოკოს პიცა ისევ გაქვს? მიდით ლუზერებო, 2 მინიშნებაც. კარგი, კიდე გაგითბო? ხო, გამიცხელი, ჩემი საყვარელია. რომეო, შეგიძლია დიანასთვის საჩუქრის არჩევაში დამეხმარო. მოიცა კიდე საჩუქრის ჩუქნი იყო, რა თქმა უნდა. კარგი, წამო დარბაზში. ტიმური ძალიან მომწონს და მე რომეო. გამარჯობა კალთბურთელებო. ფეხბურთელებო, ჩვენგან რა გინდათ, თავი დაგვანებით. კიდე ჩემთვის თვალის ჩასაგრელად მოხვდით? არა, ლიმონათი მოგიტანეთ. მომისმინეთ ფეხბურთელებო, ჩვენ დევნას უნდა შეეშოთ. მომისმინე ალექსა, მე შეყვარებული მიყავს და ჩემთან ფლირტი არ შეიძლება. არ მოგწონვარ? ამ ბანის რატომ დაყვებით? რა არის მათში ასეთი განსაკუთრებული? რო ხდები, გვეხუმრებიან? გონიათ რომ თქვენ გამო დიანას დაშორდება? გოგოებო, შეგიძლიათ წახვიდეთ, ჩვენ ვარჯიში უნდა დავიწყოთ. ჯანდაბა, არ ვაინტერესებთ. ხო, ოღონდ ჯერჯერობით. კარგი გოგოებო, ესე იგი დღეს დაბადების დღის სწავლებაზე მივდივართ. ხო, რა თქმა უნდა, ზაკატის დაბადების დღეა, უცნაურია თუ არ წავალთ. ხო, მაგრამ ის შენი შეყვარებულია, მე რა მინდა მან. მეც მინდა წასვლაზე კი რამდენიმე დღე არ მინახავს. კარგი, ჩავიცვათ, ვინ რა შეიცმევს? გოგოებო, რა თქმა უნდა, კაბები დაბადების დღეზე კაბებს ვიცვამთ. ხო, მართალია, მაგრამ უნდა განვაახლოთ ჩვენი კარადა, რამდენი ხანია, იგივე გვაცვია. ბანი, უნდა დაგელაპარაკოთ, დროგა აქვთ. გამარჯობა ბაყაყებო. არა, ახლა გავდივართ. დაბადების დღის სწავლებაზე მივდივართ, მერე ვისაუბრებთ. თუ გინდათ საუბარი საღამოს შემოდით. ვინმე საქედან აქვს დაბადების დღე?
არა, მეორე სახლში. ხო, მართალია, ჩემ შეყვარებულს აქვს დაბადების დღე. იქნებ ქვედაბოლო ჩავიცვა და ზედა. შენ ხომ კაბა გინდოდა? კარგი ბანი, სერიოზულად გვინდოდა საუბარი ფეხბურთელებზე. ერთ-ერთი მათგანი უკვე იმასთან არის, მე ძალიან დიდი ხანი ვცდილობდი. ის ეგრევე მოვიდა და სტელა, ესე იგი საკმარისად კარგად არ გიცდია. ბაყაყებო, ჯერ ვერ გაიგეთ, ეს ფეხბურთელები ზვიგენები არიან. ერთ-ერთი დღეს ტიმურს უკრავდა თვალს. ხო, მაგრამ მალე თავის ადგილას მივაყენე. ხო კი, მონსტრი ვარ. რა ვქნა, უბრალოდ კეთილი ვარ. ბანი, გასაგებია, თქვენს გაღიზიანებენ, ამიტომ დღეს მათთან ჩვენ ჩხუბს მოვაწყობთ. ხო, დროს დავთქვავთ. წამოხვალთ ჩვენთან ერთად? ბაყაყებო, ბოდიში, მაგრამ არ შეგვიძლია, ჩემი მეგობრის შეყვარებულის დაბადების დღეა. იქნებ გაუმკლავდეთ მაინც, ხო და უთხრათ, რომ სხვების შეყვარებულებს თვალს მოუკრავენ და ჩვენგან თავის შორს დაიჭირონ. ბანი, როგორ მიყვარს, როდესაც მსგავსად ვფიქრობთ, კარგი ადგილს მიუჩენთ. წავედით, წარმატებები, ბაყაყებო. რატომ უნდა ჩავიცვა? შენი ზაკატის დაბადების დღეა. დიანა. კარგი, კაბას ჩავიცვამ. ნახეთ, დიმა კიდევ დადის თავის პრინცესასთან ერთად. კარგი ჩქარა, თორემ ყველაფერს გამოტოვებთ. ნახეთ, ვიპოვე. ჯული დამალე. ვირთხებო, რა მოხდა? ჯიჯი, მართლა გგონია რომ არ ვიცით? ვიცით რომ შენ მოიპარა ჩემი ახალი აიფონი. იცი ახლა რა დღეში ჩავარდები, რა გელოდება? ვირთხებო, არ ვიცი რაზე საუბრობთ, ჯულის აქვს აიფონი, წავედი კარგად. რა, მე ხო ყოჩაღ ვიცით რომ შეასრულე, ახლა წავედით და ჯიჯის გავუმკლავდებით. შარშია, მართლა შარშია. ვირთხებო, ჯიჯის თავი დაანებით. კიდევ ერთმა გაიღვიძა. მორჩა ჯული, ახლა ტელეფონის გარეშე ხარ. ბროასტი, როგორ მეცადე, ძალიან კარგად ვეძებდი. დღესაც არ მოდიან. დაბადების დღე მაქვს და მაინც არ მოდიან. არა, მოვლენ, ალბათ უბრალოდ შენ საჩუქარს არჩევენ. საკად ისე შენ რა გინდა რო გაჩუქონ. მე მხოლოდ ის მინდა რომ მოვიდნენ. ხო და სულელი ხარ. ხო, რამე უნდა ისრო დაბადების დღისთვის, თორემ მეც არიელი ხელებით მოვლენ. ხო, კოსტა, რა თქმა უნდა, შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საჩუქრებია. ჩვენთვის კიდე ის სამნიშნელოვანი რომ მოვიდნენ. უკვე მართლა ძალიან აგვიანებენ. ბოდიში საკად, მაგრამ ეს საჩუქრის გარეშე ვარ, კოსტა. არ არის საჭირო საჩუქარი არჩქო ადამიანს, რომელიც გიყვარდა. კოსტა, ახლა ხვდები როგორი ადამიანიც ხარ. დანარჩენებს მადლობა საჩუქრებისთვის. კარგი, დღეს ჩხუბი არ გვინდა, საკადის დაბადების დღეა და უნდა გავერთოთ. და ისე რამდენი წლის გახდი? ასვრის. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8. ზოგჯერ შენქენი, მე მევიზამ და ბოლოს კოსტა. კარგი. საწყალი ჩემი ყურები, საწყალი საკადის ყურები. მეც მალე 117-ის ვიქნები, წარმოიდგინეთ ჩემი ყურები. მე უმტკივნეულოდ ვიზავ. რა ლამაზი დღეა, რა ნათელი მზეა, იმიტომ რომ დღეს საკატის დაბადების დღეა. კარგი, შემეშვით, ვაუკნობა, მოხოდი. გილოცავთ საკატ დაბადების დღეს. რატომ არ გააწყეთ მაგიდა? რა უნდა მოგვიტანონ? ბროკოლი? საკატ გილოცავთ დაბადების დღეს. 108 პატარა, მაგრამ თავარია სრულწლოვანი. უკვე მეგონა რომ აღარ მოდიოდით. სულ რას აკეთებ, მუსიკა ჩართე. გონი არ არის საჭირო. ხო, გოგოები ჩვენ მუსიკაზე არ იცეკვებენ. დიანა, მოდით ისე აღნიშნოთ საკატის დაბადების დღე, როგორც ზოგადად აღნიშნავთ ხოლმე. სულ ხო გითხარი, ასეთ სიმღერაზე არავინ არ ცეკვავს. აბა რა უქნა, სხვანაირი არ გვაქვს. არა უშავს, თავარი ის არის, რომ გოგოები მოვიდნენ. ზაკატ, გვინდა რომ სურვილი ჩაიფიქრო და შემდეგ სული შეუბერო. ვა, ისია როგორც ბავშვობაში. ვაუ, რამხელა წვეულება მოაწყევეს საკატისთვის. არ დაგავიწყდეთ, რომ ჩემს სახლში ხართ. ზალინა, დაწვარდი, დღეს საკატის დაბადების დღეა, აცადე რო გაერთოს. ზალინა, ადექი და იცეკვე, საკატის დაბადების დღეა. ხო, წელიწადში ერთხელ ხდება. რამე გემრიელი არის? მედი, აქ საჭმელად მოხვედი შენ? მოდით ჩართეთ თქვენი ზომბის მუსიკა. I won't stop, no, I won't stop, I won't stop, no. I'm so handsome. მერი, მოდი ვიცეკვებ. გოგოებო, ამ ზომბი ბიჭის მეშინია. მერი, ნუ გეშინია. Got my baby and she right, she make you vanish. No time to play, got book dates. Had to
plan, only had to wait. Always knew I'd make a way. Send a bill, they send a pay. Keep it real, keep the real Zakad, gilaz gavt. authentic in my own lane. Kostya, გააგდეთ ხო? ზავლინა ზაკადის დაბადების დღეა. კოსტია, ზაკადი ჩემი ძმა არ არის. უთხარი რომ თავისი წვეულებასაც მე სხვაგან მოაწყოს და წავიდნენ. Big you up and they look down. გოგოები, მოვდივა. Take one loss, no one's around for you. Pick it up, pick it up, pick it up, pick it up. You see the drip, yeah, I'm fitted up. Hop in my car and the giddy up. Secure the bag, yeah, I get the bus. Pick it up, pick it up, pick it up. You see the drip, yeah, I'm fitted up. კოსტია, ერთი წუთით შეიძლება? Secure the bag, yeah, I get the bus. Pick it up, pick it up, pick it up. Ooh, I've been on the flex since flex zone. Neighborhood all in your eardrums. I ain't never კოსტია, არ მისმის მასთან რატომ ერთობი? ზავლინა, მე თინეიჯერი ვარ და მინდა რომ გავერთო. არ შემიძლია მთელი დღე შენერად სევდიანი ვიყო. კოსტია, მე ვარ შენი შეყვარებული, მე უნდა მომისმინო. კარგი. კრობა, მეგონა რომ აღარ მოდიოდი. რანაირად არ მოვიდოდი? მეც ყველის გარეშე ვარ, ამიტომ დავჭდები. დიანა, შენთან ვიქნები, ზუპი დამყვება. მერი, რა პრობლემაა? მიდი და იცეკვე, ასე რატომ ხარ? ზაკ, ჩვენ სახლში ახალი გოგოები არიან, ფეხბურთელები და ისე მიშლიან ნერვებს. ნასია, მოდი ფეხბურთელებზე ლაპარაკი არ გვინდა. უბრალოდ ვიცეკვოთ და სიმღერას მოусვიროთ. მუსიკაც არ არის კარგი. მერი, შეიძლება ვიცეკვოთ. დიანა, ამ გამოხედვას ხედავ? ეს გამოხედვა არის ბიჭის, რომელსაც უყვარს. მაგარია, ზუპ, შენთან არ ვიცეკვებ, ნუ დამყვები. ზაკად, მინდა რომ გოგოსთან ვიცეკვო. ნო, სხვას არ აუვისუნა ჩემთან ერთად ცეკვო. ხო, უკვე მივხვდი მაგას, ზაკად. კარგი ბავშვებო, დაალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი და დააჭირეთ ზარს. ახლა უნდა აღნიშნოთ ზაკატის დაბადების დღე მთელი დღე. ამიტომ წავედით. კარგად. თავარია ზუპი არ შემეხოს. You see the drip, yeah, I'm fitted up. Hop in my car and the giddy up. Secure the bag, yeah, I get the bus. Pick it up, pick it up, pick it up. You see the drip, yeah, I'm fitted up. Hop in my car and the giddy up. Secure the bag, yeah, I get the bus. Pick it up, pick it up, pick it up. შეგიძლიათ არ იყვიროთ თავი უკვე მტკივა. ზავლინა, წამო, ლოგიში დაგაწვე. სად არის იუბილარი? დავკარგეთ. ზაკად! კარგი, ახლა ყური უნდა მოვქაჩოთ. 1 2 3 4 5 6 7 8 9 10